ამ მოდულში შევეხებით იმ სარგებელს, რისი მიღებაც შეუძლია კერძო სექტორს და ბიზნეს ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვით. მნიშვნელოვანი საკითხია ის სარგებელი, რომელსაც იღებს ბიზნესი ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკის დანერგვისას. თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი კვალიფიციური სპეციალისტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ღირსეული სამუშაო პირობები, რომელიც ანაზღაურებასთან ერთად მოიცავს დამსაქმებლის მხრიდან მხარდაჭერას და მისი საჭიროებების გათვალისწინებასაც. ამ კომპონენტმა შესაძლოა ანაზღაურებაზე ღირებული მნიშვნელობა შეიძინოს კონკრეტული თანამშრომლისთვის. ამიტომ, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვა კომპანიისთვის ხელშესახებ სარგებელს წარმოადგენს, რაც გამოიხატება კვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვასა და შენარჩუნებაში, მათი ერთგულების, ლოიალობის მოპოვებაში. ასევე კორპორაციული მდგრადობის მქონე, მზრუნველი დამსაქმებლის იმიჯი ეხმარება კომპანიას ბრენდის დადებითი რეპუტაციის გაზრდასა და მომხმარებელთა მოზიდვაში. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვა ზრდის დასაქმებულების კმაყოფილების ხარისხს, ამცირებს მათ სტრესს, ეხმარება მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. მნიშვნელოვანია დასაქმებულების მიერ სამსახურის დატოვების შემთხვევების შემცირებაც, განსაკუთრებით, როდესაც ეს წინასწარი გაფრთხილების გარეშე და მოკლე დროში ხდება. სტრესი, დაუბალანსებელი ცხოვრება, დამსაქმებლის მხრიდან ზრუნვის არარსებობა ხშირად უბიძგებთ დასაქმებულებს, რომ წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვონ სამუშაო სივრცე, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს დამსაქმებლის ინტერესებსაც. თანამშრომლებზე ზრუნვით კი კომპანია ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ გარემოს ქმნის და მცირდება აღნიშნული რისკი. ჯანსაღი ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის თანამშრომლის პროდუქტიულობაზე პირდაპირ აისახება. მცირდება სამსახურის გაცდენის შემთხვევები, იზრდება მათი სამუშაო პოტენციალი, ძლიერდება დამსაქმებლის იმიჯი და იძენს კონკურენტულ უპირატესობას შრომით ბაზარზე. მსოფლიოში არსებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვით კომპანიებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ თანამშრომელთა შენარჩუნების მაჩვენებელი. ჯერ კიდევ 2012 წელს რუტგერსის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ქალები, რომლებიც იღებენ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას, 93%-ით უფრო მეტად ბრუნდებიან სამსახურში ბავშვის დაბადებიდან 9-12 თვის განმავლობაში, ვიდრე ისინი, ვისთვისაც არ არის ხელმისაწვდომი ანაზღაურებადი შვებულება. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, არაერთ სექტორში, როგორიცაა წარმოება, ჯანდაცვა, განათლება, შეინიშნება სამუშაო ძალისა და უნარების დეფიციტი, რასაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს 2020 წლის შემდეგ ქალთა ეკონომიკური აქტიურობის შემცირების ტენდენცია და თანამშრომლების მხრიდან სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოლოდინები. ამგვარად, ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს როგორც ახალი თანამშრომლების მოზიდვის, ისე თანამშრომელთა შენარჩუნების კუთხით. ეს კი აისახება იმ ხარჯების დაზოგვაში, რაც ახალი თანამშრომლის აყვანას უკავშირდება და პოზიციის მიხედვით შეიძლება წლიური ხელფასის 400%-ად შეადგენდეს. ამასთან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა სტრატეგიული ინვესტიციაა, რომელიც იზიდავს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რომლებიც სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსს ანიჭებენ უპირატესობას. დელოიტის მიერ 2025 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ ჯენზი უფრო მეტად არის ფოკუსირებული სამსახურისა და პირადი ცხოვრების დაბალანსებაზე, ვიდრე კარიერულ წინსვლაზე და გამოკითხულთა მხოლოდ 6% ამბობს, რომ მათი პირველადი მიზანი მაღალ პოზიციაზე დასაქმებაა. ამავე თაობის წარმომადგენელთა 28% და მილენიალების 26% სამსახურის შეცვლის მიზეზად სწორედ სამსახურის და პირადი ცხოვრების დაბალანსების უკეთეს შესაძლებლობას ასახელებს. სწორედ ამიტომ ეჭვგარეშეა, რომ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა წარმოადგენს თანამედროვე ბიზნეს წარმატების აუცილებელ ქვაკუთხედს. კომპანიებში ოჯახის მხარდამჭერი პოლიტიკის დანერგვა არ გულისხმობს ყველა კომპონენტის ერთბაშად გათვალისწინებას. შესაძლებელია მათი ეტაპობრივად შემოღება, მოსინჯვა, უკავშირის მიღება
შეფასება და შემდეგი ნაბიჯების განსაზღვრა. დასაწყისისთვის შესაძლოა რამდენიმე ელემენტის საპილოტე ცდა. შეფასდეს დასაქმებულთა უკუკავშირი და ამის მიხედვით დაიხვეწოს პროცესები. ასევე მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას თანამშრომელთა საჭიროებები, რის დასადგენადაც გამოკითხვების და ფოკუს ჯგუფების ჩატარება აპრობირებული მეთოდია. FFPS-ის დასანერგად აუცილებელია საწყისი ეტაპიდანვე ხელმძღვანელი პირების, ადამიანური რესურსების სამსახურის და აქტიური, დაინტერესებული თანამშრომლების ჩართვა. ადრეულ ეტაპზე ჩართულობა ხელს უწყობს მხარდაჭერის მოპოვებას და ეხმარება პოლიტიკის სრულად ინტეგრირებაში. ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვისას უნდა გაითვალისწინოთ ასევე თქვენი ბიზნესის ზომა. თუ ბიზნესი მცირეა, დანერგეთ მარტივი, მოქნილი სამუშაო პოლიტიკა. კონცენტრირდით ხარჯ-ეფექტურ გადაწყვეტილებებსა და მცირე გუნდის ფარგლებში მკაფიო კომუნიკაციაზე. მხარი დაუჭირეთ თანამშრომელს სახელმწიფო სერვისებით სარგებლობაში, მაგალითად, ორსულობის, მშობიარობის, მშობლობის შვებულებით სარგებლობისას შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებაში და სხვა. უზრუნველყავით დისტანციური მუშაობის შესაძლებლობით. თუ საუბარია დიდ კომპანიაზე, დანერგეთ მრავალფეროვანი მხარდამჭერი სისტემები, რაც შესაძლოა მოიცავდეს ციფრულ და ადვილად ხელმისაწვდომ სარგებელთა პორტალს, რომელშიც ყველა საჭირო ინფორმაციის და სარგებლის მიღება დასაქმებულს მარტივად შეეძლება. ჩაატარეთ თანამშრომლებისთვის ვორქშოპები, გაუზიარეთ საინფორმაციო მასალა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებას კომპანიის მიერ დანერგილი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თანამშრომლობის მნიშვნელობა. ამ კუთხით სასურველია ითანამშრომლოთ ბავშვთა და ქალთა უფლებებზე, თანასწორობაზე და ღირსეულ სამუშაო გარემოზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით. ეცადეთ თქვენი კომპანიის კორპორაციული მდგრადობის და თანამშრომლებზე ზრუნვის პოლიტიკის ფარგლებში კომპანიის საიმიჯო მასალის მომზადებისას ხაზი გაუსვათ ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის მნიშვნელობას. ფორმალური თვალსაზრისით ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკის დანერგვა კომპანიაში რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. მისი ინტეგრირება კომპანიის შინაგან ეწესში, ან ცალკე დოკუმენტის მიღება. მომდევნო სლაიდებში მოცემულია ის ფორმულირებები, რომლებიც გაგიმარტივებთ FFPS-ის კომპონენტების ასახვას კომპანიის მარეგულირებელ დოკუმენტებში.